საზოგადოებას დემოკრატიულია და მას აქვს ამბიცია რომ იყოს დემოკრატიული, ჭირდება დამოუკიდებლად და კრიტიკულად მოაზროვნე მოქალაქე. რატომ არის ეს ალბათ ამაზე მსჯელობა შორს წაგვიყვანს, ზოგადად შემიძლია გითხრათ რომ უბრალოდ ალბათ უნდაც იმიტომ რომ მოაზროვნე მოქალაქე ახერხებს რომ მიაღწიოს კონსენსუსს და მიმტევებელი იყოს სხვის მიმართ, არ ექვემდებარება მართვას და გავლენას სხვა ინდივიდების და ჯგუფების მხრიდან, არის უნარმოსილი განახორციელოს ნამდვილი ლოგიკურ არგუმენტებზე დამყარებული არჩევანი. განსაკუთრებით ხაზგასვამდი ამ ბოლო სიტყვას არჩევანი, იმიტომ რომ ის ჩემს მოხსენებაში ალბათ საკვანძო ადგილს დაიკავებს და ვიტყოდი რომ არჩევნის განხორციელება არის მართლაც რაღაცა რაც ადამიანისგან მოითხოვს გარკვეულ კომპეტენციებს. ეს არ არის ესეთი მარტივი რამ რომ ვიღაცა დაჯდება და გააკეთებს რაღაც არჩევანს. ამისთვის საჭიროა რომ ის ფლობდეს ინფორმაციას და კონდეს მსჯელობის უნარი. მე მაინტერესებს რამდენად დამოუკიდებელია ევროპელი აბიტურიენტი და რაში ვლინდება ეს იმ მომენტისთვის როცა ის ამთავრებს სკოლას, ხო? რამდენიმე რაც მახსენდება არის შემდეგი, ანუ მას შეუძლია მშობლების გარეშე დამოუკიდებლად იცხოვროს. ანუ ეს რას გულისხმობს, რომ ის მიდის სახლიდან, ქირაოს ბინას, თვითონ შეულობს იმ ბინას, მერე შეულობს სამსახურს, თვითონ ინახავს თავის თავს, იხდის ბინის ქირას და ასე შემდეგ. ანუ ლაპარაკია ძალიან ბევრ ფორმალობაზე. ამავე დროს ევროპაში ცხოვრება მთელი ფორმალობებთანაა დაკავშირებული და მას აქვს უნარიც რომ ყველა ეს ფორმალობა გადალახოს დამოუკიდებლად. მეწუნეს დედიკო, მამიკო, მამიდა და ბიცოლა, მას არსად არ გაყვება დავუშვათ სახმართველობაში რეგისტრაციის გასავლელად. ამას აქვს ასევე უფლება და უნარი რომ დამოუკიდებლად მშობლების მონაწილეობის გარეშე გააკეთოს არჩევანი თავისი მომავალი საქმიანობის შესახებ. მე მინდა ახლა უცებ დაგაბრუნოთ ქართულ რეალობაში და კითხოთ, რამდენ აქვს ეს უნარები ქართულ აბიტურიენტს 18 წლის ასაკში. რამდენ დამოუკიდებელია. მე მგონი ყველანი დაახლოებით შეიძლება სუბიექტურად არის რაღაც პატარა დიფერენციაცია საჭირო და შეიძლება ზოგი აბიტურიენტი მართლა წარმოაჩენს არაჩვეულებრივი დამოუკიდებლობის უნარს, მაგრამ ფიქრობ და ვშიშობ რომ მასობრივად ქართველი აბიტურიენტები ამ უნარებს მოკლებულნი არიან და მე ვერ დავსვამ ნამდვილად კითხვას და ვერ უპასუხებ მას, როდიდან იძენენ ამ უნარებს, ან საერთოდ იძენენ თუ არა. ალბათ პირველი მიზეზი ისაა, რომ ბავშვობიდან მოყოლებული ევროპელი ბავშვი ეჩვევა დამოუკიდებლობას. ქართულ ბავშვს ეს უნარები ნაკლებად აქვს, ის ფიქრობს იმაზე, რეალურად ქართული ბავშვის დამოუკიდებლობა იწყება და მთავრდება თამაში და გართობა. ზოგადი განათლების ეროვნულ მიზნებში ვკითხულობთ, რომ საქართველოში ზოგადი განათლების სისტემა მიზნად ისახავს შექმნას ხელსაყრელი პირობები ეროვნული და ზოგადად საკაცობრიო ღირებულებების მატარებელი თავისუფალი პიროვნების ჩამოყალიბებისთვის. ანუ ხასუსთან თავისუფალი პიროვნების ჩამოყალიბება არის სახელმწიფოს მიერ აღიარებული მიზანი განათლების სისტემის. იქვე ვკითხულობთ, სასკოლო განათლება უნდა განუვითაროს მოზარდს პირად, ოჯახურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში დამოუკიდებელ გადაწყვეტილებათა მიღების უნარ-ჩვევები. პიროვნებაზე ორიენტირებული საგანმანათლებლო პროცესის ცენტრში დგას მოსწავლე. მისი განვითარების პროცესი და მის მიერ მიღწეული შედეგი. მოდით მოკლე ექსკურსი ჩვენს შაბნელ წარსულში 90-იან წლებს გულისხმობ. განათლება აღიქვებოდა ერთგვარ სახარდად. მოდით ვაღიაროთ ახლა ეს, ვინც ხართ იმასაკის ადამიანები, ყოველთვის ჩემს დროს ნამდვილად ესეთი რამ იყო. განათლების მიღების შედეგად შეიძლება არაფერი შესულიყო, არც მოსწავლის ცნობიერებაში და არც მის ცხოვრებაში. განსაკუთრებით სტუდენტებს ეხება ეს. სამუშაო ადგილის პოვნა კი მთლიანად მაინც ნათესაების გავლენასა და შესაძლებლობებზე იყო დამოკიდებული და სწავლა იყო აღქმული როგორც მოსაწყენი, არაფრის მომცემი ფორმალური პროცესი, რომელიც ერთი სრულიად უსარგებლო ქაღალდის მოსაპოვებლად იყო მიმართული. გულისხმობ დიპლომს. სწავლის შესაბამისად სტუდენტს ჰქონდა სწავლის აბსოლუტურად ნულოვანი მოტივაცია, სწავლის პროცესის მექანიკურობა და გაუაზრებლობა იყო აბსოლუტურად თვალსაჩინო და დიპლომი და მშობლები იყო პრაქტიკულად ერთადერთი მამოტივირებელი ფაქტორი ამ პროცესის. ანუ მშობელი, რომელიც რატომაც გაიძულებდა, რომ შენ აუცილებლად უნივერსიტეტში უნდა ჩაგებარებინა და 4 წელი რატომაც უნდა გესწავლა. და მე დიპლომი, რომელიც რაღაც მისტიკურ ბედნიერებას იყო მონათული და შენ ეს უნდა მიგეღწია აუცილებლად ამ დიპლომამდე როგორღაც. დღევანდელი ვითარება. ძალიან სავალალოა შემიხედვა ამ დღევანდელი ვითარების. სწავლა დღემდე რჩება გაუცნობიერებელ იძულებით უსიამოვნო პროცესად, რომლის დანიშნულებაც ისეთივე ბუნდოვანია, როგორც ეს 10 წლის წინ იყო. მე მგონი, რა შეგიძლიათ შემეკამათოთ, ძალიან გამიხარდება და მართლა გამიხარდება, მაგრამ ვშიშობ რომ მე მაქვს გარკვეული დაკვირვება ამაზეც განხორციელებული და მაქვს დაკითხი
რისთვის ჩააბარე ბაკალავრიატში, ამ კითხვის დასმა მიწერდა პრაქტიკულად 100 სტუდენტისთვის, როცა თსუ-ში მუშაობდი. ან ეხლა მაქვს რაღაც კავშირი სკოლის მოსწავლეებთან და მათ ვატყობ, რომ მათ არავითარი წარმოდგენა არ აქვს, რისთვის სწავლობენ ქართულ ენასა და ლიტერატურას, მაგრამ ეს ბმა ქმედებასა და მიზანს ან მოტივაციას შორის არის ნულოვანი, მასობრივად. ის მოსწავლეები და სტუდენტებიც კი, რომლებიც სწავლობენ, პრაქტიკულად ამ ყველაფერს ვერ აცნობენ. მოდით ახლა შევხედოთ ქართულ საგვანთლებლო აღდგომით პრაქტიკას. მოსწავლე სკოლაში სწავლის განმავლობაში პრაქტიკულად არ უწევს არც ერთი სერიოზული არჩევანის გაკეთება, რომლის შედეგებზეც მას თავად მოუწევდა პასუხის გაბლების აღება. იგი არ ირჩევს თემებს ესეებისთვის, არ ახორციელებს დამოუკიდებელ პროექტებს, არ ირჩევს საქმეს, არ ირჩევს სასწავლო უცხო ენას. ჩემი სტუდენტობის დროს, ესე იგი, პროფესია, რომელსაც მასობრივად ირჩევდა ჩემი თაობის წარმომადგენლები ირჩევდნენ, ეს იყო სამართალი და ცოტათი ეკონომიკა და საბანკო საქმე. და მათ ჰქონდათ ბევრ სხვა სფეროში მონაცემები, ბევრ სხვა სფეროში დარწმუნებული არ შეძლოთ უამრავი რაღაცისთვის მიაღწიათ, მაგრამ რატომღაც მიაღწიათ, რომ ეს არის ერთადერთი პერსპექტიული სფერო და სხვა სფეროში მათ არელით არავითარი მომავალი. ვფიქრობ, რომ ეს მიდგომა აუცილებლად უნდა შეიცვალოს, იმიტომ რომ წარმატებული ვერ იქნები რაღაცაში, რაც გძულს, რაც არ არის შენი, რაშიც შენ არაფერ მონაცემი არ აკეთებ და ვფიქრობ, რომ განათლების სისტემაში უნდა იყოს აუცილებლად ძალიან დიდი ადგილი და ეთმობოდეს სტუდენტთა პროფესიულ ორიენტაციას, ანუ რომ დავეხმაროთ მოსწავლეს და სტუდენტს გაარკვიოს რა შეუძლია და რა უნდა. ამ პირობა არის ერთგვარი შინაგანი თავისუფლება, რომელიც გაძლევს ინდივიდის შესაძლებლობას არ აყვედინებას, არ აირჩიო ის სპეციალობა, რომელიც გბოს მიაჩნია პერსპექტივად, არამედ აირჩიო ის იკეთებისმაც ნამდვილად გინდა და შეგიძლია სხვაზე უკეთესად. ამ თავისუფლების მოსავალს კი საჭიროა სწორად ის დამოუკიდებლობა და გაცნობიერებულება, რომელსაც ზემოთ საკმაოდ ვრცელი მსჯელობა დაუდგა. ამრიგად სასკოლო განათლების სისტემის რეპრესიული ზემოქმედება მოსწავლის აზროვნებაზე არ ცვლილებს მისი როგორც ინდივიდის ემანსიპაციას, ანუ გათავისუფლებას საუნივერსიტეტო განათლების საფეხურზეც კი. ეს დაბრკოლებები ძალიან თვალს ეჩინა. განათლების სისტემის ოფიციალური მიზანი თავისუფალი პიროვნების აღზრდა განუხორციელებელი რჩება. ეს არის პრაქტიკულად ის, რისი ჩვენებაც მინდოდა თქვენთვის. ანუ ინდოქტრინაციას ვიგებთ, რა თქმა უნდა, ცოდნის მაგივრად, იმიტომ რომ სტუდენტი, რომელიც ამ ტიპის განათლებას მიიღებს, აბსოლუტურად არ არის მზად და უნარმოსილი იმისთვის, რომ კრიტიკულად გადააფასოს ის, რაც გაიგო. ანუ ინფორმაცია, რომელიც მიიღო დაუშვათ ლექტორისგან, ის ამ ინფორმაციას კითხვის ნიშნის ქვეშ არაფრით არ დასვამს. მგონია, რომ ეს არის, რაც არის, ანუ სხვა არაფერი მიდგომა არ არსებობს. ეს არის შესაბამისად შედეგი იმისა, რომ ადამიანს იმთავითოდ ბავშვობიდან არ აქვს კრიტიკული შეფასების უნარი. ამ ყველაფრის შედეგი კი არის მოქალაქეობრივად უმწიფარი შემდგარი საზოგადოება, რომელიც თავისი ინფანტილურობით ოქროს უფრო წააგავს ვიდრე დემოს. ეს არის ჩემი ესეთი სევდიანი დიაგნოზი.